დღეს დილით საქართველოში, ასევე კავკასიის რეგიონში Google-ის სერვისებზე წვდომა ფაქტობრივად ყველა მომხმარებელს შეუწყდა. ეს დაზიანება, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის, რა გახდა ეს გამომწვევი მიზეზი, 11 საათსა და 10 წუთზე დაფიქსირდა, თუმცა მასშტაბი არ იყო მხოლოდ კავკასიის რეგიონით შემოფარგლული, ძალიან საინტერესოა ის, რომ დაზიანება შეეხო არა მარტო კავკასიას, არამედ თურქეთს, ბალკანეთის ყველა ქვეყანას და ევროპის, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს, მათ შორის საფრანგეთს, ბრიტანეთს, გერმანიას და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე შტატშიც დაფიქსირდა დაზიანება, თუმცა როგორც უკვე აღნიშნე, უცნობია დეტალები რა გახდა ამის მიზეზი, Google-ში ჯერ ოფიციალურ განცხადებას ამასთან დაკავშირებით არ აკეთებენ. აღსანიშნავია, რომ დაზიანება ყველა სერვისს შეეხო Google-ის, რომელსაც ადამიანები იყენებენ, გარდა ზოგადად Google-ის როგორც პროგრამის გამოყენებისა, მაგალითად შეუძლებელი იყო Chrome-ის გამოყენება, შეუძლებელი იყო და ნაწილობრივ ახლაც არის შეუძლებელი YouTube-ით სარგებლობა, Spotify-ის გამოყენებაც კი შეუძლებელია, აღარაფერს ვამბობთ Mail-ზე და Google Drive-ზე, რომელიც საკმაოდ აქტიურად გამოიყენება ყველა ოფიციალურ სამსახურში და დაწესებულებაში, ასე რომ ვთქვათ. ამჟამად ასეთი ვითარება და ველოდებით, რომ Google-ი უახლოეს მომავალში განმარტავს რა გახდა დაზიანების მიზეზი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო კვირებში Google-ისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი სახის დაზიანებები დაფიქსირდა ცხადია კავკასიის რეგიონში არა, მაგრამ მსოფლიოს მასშტაბით და ალბათ ახლა ყველა საინტერესო და მთელი მსოფლიოს ყურადღება იქნება მიმართული Google-ისკენ, რომელმაც უნდა განმარტოს რა ხდება ასეთი კომპანიაში.